საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით, დღევანდელი გაკვეთილის თემაა ხეთების სამეფო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მცირე წინა აზიის შესახებ და ხეთების სახელმწიფოზე. წინა აზია მოიცავს მცირე აზიასა და არაბეთის ნახევარკუნძულებს, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, მესოპოტამიას და თანამედროვე ირანის ტერიტორიას. თქვენ ეკრანზე ხედავთ წინა აზიის რუკას. წინა აზიის დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ანატოლიის ზეგანს უკავია, აღმოსავლეთის კი ირანის ზეგანს. ანატოლიის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილს კაპადოკია ეწოდებოდა. წინა აზია ძირითადად მთაგორიანი ქვეყანაა. აქ ჰავა მშრალი და გვალვიანია. მდინარეები ტიგროსი და ევფრატის გამოკლებით, გაზაფხულობით შრება ხოლმე, ზოგიერთი მათგანი კი ხეობაში იკარგება. სწორედ ამიტომ ნოყიერ ნახევარმთვარისა და ზღვების სანაპიროების გარდა წინა აზიის მიწა-წყალი მიწათმოქმედებისათვის ნაკლებად გამოსადეგარი იყო. მთებში იყო სპილენძის, ვერცხლის, ოქროსა და რკინის საბადოები, ძვირფასი და საშენი ქვები. უძველესი დროიდან წინა აზიის მცხოვრებნი მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მათ დიდი რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი, ძროხა, ცხენი, ვირი და ასე შემდეგ. დაბლობებში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, აშენებდნენ ზეთისხილის, სხვადასხვა ჯიშის ვაზისა და ხეხილს. წიაღისეულით მდიდარი მთები ხელოსნობის განვითარების საწინდარი გახდა. წინა აზიის ტერიტორიაზე გამავალმა სავაჭრო გზებმა უძველესი დროიდან ერთმანეთს დაუკავშირა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციები. ამ კავშირებმა სხვადასხვა ქვეყნის ვაჭართა ახალშენების, ანუ კოლონიების დაარსება გამოიწვია. ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში წინა აზიაში წარმოიქმნა სახელმწიფოები. ამ სახელმწიფოთა ხალხებმა შექმნეს ცივილიზაციის კიდევ ერთი კერა. ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულის დასაწყისში წინა აზიაში ხეთების 10-მდე ქალაქ-სახელმწიფო წარმოიშვა. თითოეულ მათგანს მართავდა მეფე. მისი უფლებები შეზღუდული იყო დიდებულთა კრების მიერ. სახელმწიფოები ერთმანეთს პირველობისთვის ებრძოდნენ. ძველი წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნის შუახანებისთვის განსაკუთრებით დაწინაურდა ქუსარა. ქუსარას სამეფოს ისტორიის შესწავლა ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სწორედ აქ უნდა დაწყებულიყო ხეთური ეთნოსის ჩამოყალიბება და ჩასახულიყო ხეთური სახელმწიფოებრივი წყობა. ამიტომაც არის, რომ ამ პერიოდს ხშირად ხეთების ადრეული ხანის ისტორიასთან აკავშირებენ. თვით ხეთური ისტორიის ტრადიციაც ხეთების ისტორიის ძველ პერიოდს ქუსარას უკავშირებს. ხეთების მეფეს ლაბარნას დროს ქუსარამ მიაღწია არნახულ ძლიერებას. ლაბარნამ დაიპყრო ჩრდილოეთ სირია და შორეული ბაბილონი. იგი ეგვიპტეშიც შეიჭრა. დაპყრობითი საგარეო პოლიტიკის წარმოებით ხეთებმა მნიშვნელოვნად გააფართოეს თავიანთი ტერიტორია ძველი სამეფოს ხანაშივე. თვითონ ლაბარნამ, რომლის დროსაც ხეთების ქვეყანა პატარა იყო, ძალითა და იარაღით დაიმორჩილა მეზობლად მოსახლე სხვადასხვა რაიონები, რომელთა უმრავლესობა სამუდამოდ შევიდა ხეთების ქვეყნის შემადგენლობაში. მან განავრცო ტერიტორია ზღვიდან ზღვამდე. იგულისხმება შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე ტერიტორიები. ქუსარაში გამეფდა ხათუსილიც. სტრატეგიული მოსაზრების გამო მან დედაქალაქი ქუსარადან გადაიტანა ხათუსაში, საიდანაც წარმოდგება ამ მეფის სახელი. სწორედ ამ დროიდან გახდა ხათუსა დედაქალაქი, რომელმაც ხეთების სახელმწიფოს დაარსებამდე არსებობდა, ხოლო სახელმწიფო ხათი ხეთების მთელი სამეფოს აღნიშნულად გადაიქცა. ამიერიდან ქუსარამ დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა. სწორედ ამ ხანებში მოხდა ერთი მეტად საყურადღებო მოვლენა, რამაც ძალიან დიდი გარდატეხა შეიტანა არა მხოლოდ ხეთების ცხოვრებაში, არამედ მათი არეალი კიდევ უფრო გააფართოვა აღმოსავლეთით. ეს იყო ცხენიანი საბრძოლო ეტლის გამოჩენა, რომელმაც
უდიდესი როლი შეასრულა სამხედრო საქმეში. ამ პერიოდისათვის ხეთებს უნდა ყოლოდათ კარგად ორგანიზებული ლაშქარიც. ჩრდილოეთ სირიაში გატარებულმა პოლიტიკამ ხათი მიიყვანა ეგვიპტელებთან შეტაკებამდე. მე-19 დინასტიის დროიდან ეგვიპტის წინაშე იდგა ამოცანა ძველი გავლენის აღდგენისა პალესტინაში, ფინიკიასა და სირიაში. ეგვიპტის მთავარი მეტოქე აზიაში სწორედ რომ ეს ხეთების სახელმწიფო იყო, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა რამსეს მეორემ წამოიწყო. ამ უკანასკნელმა თავისი მეფობის მეხუთე წელს შეკრიბა 20,000-იანი ლაშქარი და გაემართა სირიისკენ. მიადგა თუ არა მდინარე ორონტის მარჯვენა სანაპიროს, რამსესი დაბანაკდა ქალაქ კადეში. ხეთების მიერ მოგზავნილმა ჯაშუშებმა ეგვიპტელებს აცნობეს თითქოს ხეთების ლაშქარი გაეცალა კადეშს და შორს ჩრდილოეთისკენ გაემართა. რამსესმა გადაწყვიტა მაშინვე აეღო ეს ქალაქი, მაგრამ მახეში გაება. იქვე ჩასაფრებულმა ხეთების ლაშქარმა სასტიკად გაანადგურა ეგვიპტელთა რაზმები. თვითონ რამსეს კი ალყა შემოარტყა. ფარაონი იხსნა მისმა ვაჟკაცობამ და ასევე იმ ფაქტმა, რომ ხეთებმა ეგვიპტელების ლაშქრის ძარცვას მიჰყვეს ხელი. ამან გზა გაუხსნა ეგვიპტელის ფარაონს და ეგვიპტელებს თავი დაეღწიათ ამ ტერიტორიიდან. რამსესმა ვერ შეძლო ვერც ხეთების დამარცხება, ვერც კადეშის აღება. ხეთების კოალიციამაც ვერ მოახერხა სამხრეთისკენ წაწევა. ასე რომ კადეშის ბრძოლა ორივე მხარისთვის უშედეგო გამოდგა. ხეთების სამეფოსა და ეგვიპტეს შორის სირია-პალესტინისათვის ომები შემდგომშიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ მხარეები დაზავდნენ და დადეს ხელშეკრულება. ძველ მსოფლიოში ეს იყო პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მხარეთა შორის ურთიერთშეუვალობის უზრუნველყოფას, ერთმანეთისადმი დახმარებას საერთო მტრის წინააღმდეგ, ან და დაპყრობილი ქვეყნების დამორჩილებისთვის აჯანყებისას და ასე შემდეგ. ხელშეკრულების დადებიდან კარგახნის შემდეგ რამსესი დაქორწინდა ხეთების მეფის ასულზე. ამის შემდეგ ხეთები და ეგვიპტელები ერთმანეთს აღარ დაპირისპირებიან. ქრისტეს შობამდე მე-15 საუკუნეში დაპყრობილ ხალხთა აჯანყებებმა, ჯარის არაერთგზის დამარცხებებმა ხეთების სამეფო დაასუსტა. გაძლიერებულმა ეგვიპტემ ის სირიიდან მთლიანად განდევნა. ქრისტეს შობამდე მე-14 საუკუნეში ხეთები კვლავ გაძლიერდნენ. მათ ჯერ მცირე აზიაში დაიბრუნეს სამფლობელოები, შემდეგ კი ეგვიპტესთან სირიისთვის ბრძოლას შეუდგნენ. მათ ჯერ მცირე აზიაში ძველი სამფლობელოები დაიბრუნეს, შემდეგ კი ეგვიპტესთან სირიისთვის ბრძოლა შეთანხმებით დაამთავრეს. ამ შეთანხმების თანახმად ხეთები ჩრდილოეთ სირიაში, ხოლო ეგვიპტელები სამხრეთ სირიაში გაბატონდნენ. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ხეთების მახლობლად ქართველური წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ. აქ ჩაისახა და მოგვიანებით ჩამოყალიბდა მათი პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი და კოლხა. ხეთებთან 8 საუკუნოვანმა ტერიტორიულმა სიახლოვემ ერთგვარი კვალი დატოვა ქართული ენის განვითარებაზე. ამ ხანებისთვის ხეთების სამეფო დიდ კრიზისს განიცდიდა ქვეყნის შიგნითაც. გაუთავებელმა დაპყრობითმა ომებმა დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკას. ყოველივე ამას დაერთო ეგეოსის სამყაროს ხალხთა დიდი გადასახლება, რომლებსაც ეგვიპტური წყაროები ზღვის ხალხებს უწოდებენ. ქრისტეს შობამდე 1200 წელს უკვე საკმაოდ დასუსტებული ხეთების სამეფო ეგეოსის ზღვის სამხრეთიდან დაძრულმა ზღვის ხალხებმა გაანადგურეს. ხეთების საზოგადოებისათვის ეკონომიკის მთავარ საფუძველს სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. ხეთების კანონების 100-ზე მეტ მუხლში საუბარი იყო მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების საკითხებზე. ხელოსნობას ხეთებთან საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ანატოლია და მისი მომიჯნავე ოლქები მდიდარი იყო მთამადნეულით, სპილენძით, ვერცხლით, რკინით და ასე შემდეგ. ლითონები ექსპორტის საგანსაც წარმოადგენდა. სპილენძისა თუ ბრინჯაოსაგან ისინი ამზადებდნენ საბრძოლოსა და შრომის იარაღებს, საოჯახო მოხმარების საგნებს, საკულტო ინვენტარს, სამკაულებს და ასე შემდეგ. ამიტომ ხეთების საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ სპილენძეებს და მჭედლებს. მათ გარდა არსებობდნენ მეთუნეები, დაბაღები, დურგლები, მკერავები, ოქრომჭედლები და ასე შემდეგ. სოფლის მეურნეობისა და ხელოსნების საკმაოდ მაღალმა დონემ განაპირობა ვაჭრობის განვითარება. ვაჭრობა წარმოებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლითონების ვაჭრობასაც. ხეთების რკინით განსაკუთრებით დაინტერესებული ყოფილა ნასურელი ვაჭრები. როგორც ჩანს, ხეთებს სხვადასხვა სახის რკინა ჰქონიათ. საკმაოდ თავისებური იყო ხეთური რელიგიაც. იგი წარმოადგენდა ყველა იმ რელიგიათა ჯამს, რომლებთანაც ხეთებს ურთიერთობა უხდებოდათ. როგორც თვითხეთები აღნიშნავდნენ, არსებობდა ხეთების სამეფოს 1000 ღვთაება. ყოველ ხეთურ ქალაქს თუ დასახლებას თავისი ღვთაება ჰყოლია. მთავარი ღვთაება კი მაინც მზის ქალღმერთი იყო. ეს იყო დედოფალი ხათის ქვეყნისა, ცისა და დედამიწისა, ქალბატონი ხათის მეფეთა და დედოფალთა. მისი მეუღლე იყო ამინდის ღვთაება, რომელსაც ეწოდებოდა მეფე ცისა, ბატონი ხათის ქვეყნისა. როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო პანთეონის ღვთაებათა პატივსაცემად იმართებოდა რელიგიური რიტუალები. მათგან აღსანიშნავია ფურული დღესასწაული, რომელიც ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ეწყობოდა. სწორედ ხეთური ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი, რომლებსაც გასულ საუკუნეში მრავლად პოულობდნენ მცირე აზიის ტერიტორიაზე, გახდა მიზეზი მივიწყებული ხეთური ცივილიზაციის აღმოჩენისა. ეს ძეგლები დღესაც აცვიფრებენ ადამიანებს თავისი ორიგინალობით, სისადავითა და დახვეწილობით. ცენტრალური მცირე აზიის წინახეთური ხანის ხელოვნების ძეგლები ყურადღებას იპყრობენ ფორმებისა და ტიპების თავისებურებით და მრავალფეროვნებით. ესენია ვერცხლისა და ბრინჯაოსგან დამზადებული ცხოველთა პატარა ფიგურები, ოქროს დოქები, უნიკალური ქვისგან დამზადებული პრიმიტიული კერპები. მრავალფეროვანია ხეთური ხანის ხელოვნების ძეგლები. ახალი სამეფოდან დროის ცენტრალურ მცირე აზიაში ჩნდება მონუმენტური სტილი. მატერიალური საფუძველი, საიდანაც აღმოცენდა და განვითარდა ხეთური კულტურა, საკმაოდ ორიგინალური იყო. ამან განაპირობა ხეთური კულტურის ის თავისებურებანი, რომლებითაც იგი ასე არსებითად განსხვავდებოდა ძველი აღმოსავლეთის სხვა ხალხთა კულტურებისგან. ხეთური კულტურის ტრადიციები არ გამქრალა ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგაც. ბევრი მათგანი გაგრძელდა მოგვიანო ხანებში ჩრდილოეთ სირიასა და ანატოლიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე. ამრიგად, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ხეთების სამეფოს შესახებ, რომელთაც საკმაოდ ძლიერი სამეფო შექმნეს. მათ შეძლეს სამხედრო საქმის მაღალ დონეზე ორგანიზება. სწორედ მათ გამოიყენეს პირველად სამხედრო ეტლი, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. ასევე ვისაუბრეთ ამ ძლიერი სამეფოს დასუსტებასა და საბოლოოდ დაცემაზე. როგორი რელიგიური წარმოდგენები ჰქონდა მათ და როგორი კულტურა. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.